გამარჯობა, სარბიეს პოდკასტის დროა. ძალიან საინტერესო სტუმარი, ძალიან საინტერესო ისტორიები. დღეს ჩვენთან ერთად არის საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზურაბ კახაბრიშვილი. გვიყურეთ, არ გამოტოვოთ. ზურაბ ბატონო, მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. როგორ ხართ? კარგად. ფეხბურთი მეორე ჯელა ვარ აქა. ოლიმპიადის წინ ვიყავი მაშინ. აჰა. მე რა წარმატებით წავედი გამოვიდა. ბატონო, ეხლა რა გვიახლოვდება უახლოეს? ეხლა ჯერ უახლოესი ევროპის თამაშებია, ახალგაზრდები. მე ახალგაზრდებია ძირითადად და ვიცი. ნახოთ რა. თაობა მოდის. ფეხბურთის თამაში გამოგდეთ კარგად, ეგ არ ვიცოდი. ფარული ნიჭი. ფარული ნიჭი არა, სულ მქონდა, მაგრამ ეხლა წონა რო ვარ და 1-3 დღე ისე ვიყავი, რა სპორტ უყვებაზე და мотивация გქონდა. არა, გუნდი გავაკეთე კარგი ახლა. ხო ისე ფეოლარო დაგმარხავთ მოედანზეო. ისეთი გუნდი. ო, ბარემ დავაკონკრეტოთ. ხო, მაყურებელს უთხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა სპორტული ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენ გარდაცვლილი კოლეგის მაჩოს ვანძის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში, სადაც ბატონმა ზურამ სპორტული მედიცინის ასოციაციის გუნდი გამოიყვანა. თავად გახდათ კაპიტანი და ბოლოს 11 გატანილი გოლით ბომბარდირიც გახდა, მისი გუნდი კი ჩემპიონი. ტატო გრიგალაშვილი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და აი ესეც სტუმარი გვყავს. იცი ვინ გამახსენდა? როჟე მილა. ესია ხო? სოდა გავასარი. ეს სამწივე ფერი ვარ მაგას. აი როჟე მილას თაობა, სხვადასხვა მე სულ ფიქრობდი რომ მაგ გუნდს ალბათ აფრიკიდან უნდა აიღო პირველი მედალი, მე ესე მეგონა, მაგრამ ინგლისს ახლოს კი არა, ძალიან ახლოს იყო და აი გული დამწყდა. ხა ნუ ინგლისის ფანის რო ეწყინებათ, მაგრამ კამერუნი ნამდვილად მაშინ კი, მახსოვს ეგ თამაში და ჯობდნენ. ეს რაღაც სასწავლო დრო ახალი ეს იყო თან. ეხლა ბევრი მომენტი გვიყვირს ახლა ეს ნიგერია. მაგრამ იცი რა მახსოვს კიდე აი მაინც რო პატარა გუნდი იყო და მაინც სენსაციის ავტორი რო იყო, წაგება იმდენად არ განუცდეთ, აი ამაყები გავიდნენ რა სტადიონში. არა, სპორტი ხო თადულის შესაფაზე მედალი გაქვს, კარგი, არა გაქვს მედალი, მაგრამ ეგეთი ამაყი ხარ, მარტო ტურისტი ხარ რაღაცა. მაროკო აიღო პირველი რა. მაროკო აიღო, მაგრამ მე მაინც მეგონა რომ აი წინა თაობასაც უყურებდი, ან მაგის თაობა კამერუნი, ან მე აი ბაბანგიდას ნიგერია და ის იყო, მეთქი ის რა შეიძლება. არა, მაშინაც რა ბაჯოს რო არ გაეტანა. ბოლო წამზე გოლი და მე დამატებით შენ გადაწულიყო იმ ნიგერიასაც შეელო მე თავისუფლად მედალზე. ესე ის კამერუნი უფრო მაგარი იყო თუ ეს მე ფიქრობ ის არა ის კამერუნი უფრო ისეთი იყო. მე მგონი კამერუნი. უფრო შემტებთან რაღაც სხვანაირ ფეხბურთს თამაშობ. ეხლა მაინც ჩაკეტილი ნიგერია უფრო რაღაც ცხოველები იყო და ისინი იცი რა, ინდივიდუალისტებით ნიგერია რა ვიცი. არა, იყო, მაგრამ ის რაღაც სხვანაირი და მე ოლიმპიადა მოიგეს თან. კი. და გუნდის კაპიტანს მე აღმოჩნდა რომ მან კი ქონდა თურმე და კანუს. კანუ ერთია და აი კაკრას ზუსტად მოვედი მაგ თემას ძალიან მაინტერესებს. ამას წინათ გარდაიცვალა მათი მეკარე. 6 კაცი გარდაიცვალა იმ 22 კაციდან. ამდენი ახლა 22 კაციდან 60 წელს არაცილები აწევს. უკვე გენეტიკურია თელი ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული დაბალი ცხოვრების ისა და ხანდაზმულას აკავდა ვერახს. ესე ქვეყნის ეს იქნება. ალბათ რა. ის იეკინი დაიღუპა პირველი და 6-ვე ავანტყოფილი. არ მგონიათ ახლა რომ მაგათ რაღაცა მაშინდელი პირობებში ფარმაკოლოგია და რაღაცა არ მგონი ესე დონეზე ყოფილიყო რომ რაღაცას ყოფილიყვნენ და იმით მომზადებოდა დღეს იჩინა თავი დაუშვეთ. მე ხო არის დაუშვეთ აი იაპონიაში, სადღაც აფხაზეთში დიდი წლის მაცხოვრებლები არიან. ალბათ აქ არის ცოტა დაბალი ის არის და ხო, მე წავიკითხე რომ სიგუდელიანობის იმით ერთ-ერთი მოწინავე ყოფილა ნიგერია. ზურაბ ბატონო, რა კი ამ თემით დავიწყეთ, ესე წავიდა ჩვენი გადაცემა. ამ უახლოესი ყველაზე მძიმე ტრამვის შესახებ. მე ნახე რომ უყურებდი, ხა მაგ თამაშს უყურებ, იმიტომ რომ ჯერ ისედაც ფეხბურთს ყოველთვის უყურებ, მაგრამ ხვიჩას გამო წარმატებას უსურვებ პარის სენ-ჟერმენს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ და მაინც ხვიჩი ხა ხვიჩა რო არის, გინდა რომ და ამ ყველაფერი მოიგონ ერთი მაშინ. აი მე ხა ვერ ალბათ ნუ ხა დონარუმა ჩაწვას, ნუ ჩეულოდ მეკარია ისა და ნუ ჩარჩა რა ეს ფეხი და
ვერ გადაახტა თორე წესი უნდა გადახტომოდა რომ დავინახე მივხვდი რომ მოტეხილი იყო. იმიტომ რომ ფეხი ისე წამოვიდა და ისე ეგ რამდენხნიანია. ამბობენ 4-5 თვეობა. ხო, ნუ ერთი ახლა გეტყვი ალბათ ერთ თვემდე ალბათ იმობილიზაცია და შეხორცების პროცესი წავა და დამაჩქარებლებს გაუკეთე ხა მე ჩვენც ეგრე ვაკეთებთ ხოლმე და ხა იმედია რომ გერმანიაში მეც გერმანიაში ვისწავლეთ იმედია რომ უფრო მეტი რაღაც მოიგონეს ჩემს და მე რეაბილიტაციაც რა ვიცი მე 4-ზე მეტი არ მგონია რომ მანდექ სპიცები უნდა ალბათ გაუყრიდნენ ხო თუ ფრაგმენტულია ჯობია რომ ეს საქმე 4 თვეში ალბათ ვარჯიშს დაიწყებს და სადღაც 6 თვეში ალბათ ხო ნუ ეგ არის წელიწადის ბოლომდე სეზონი დაამთავრა თუ მისი გუნდი გავა ნუ გასულია ისე ჩემპიონთა ლიგის შემდეგ იმაზე ჯგუფური და ჩაერთვება თებერვლიდან ალბათ ხო ან წელი დაამთავრა პირველი წელი დაამთავრა თუმცა ნუ მართლა ეხლა რაღაც ისეთი ის არის რომ რამდენიმე თამაში გამოტოვა ტრამვის გამო შემოვიდა ცოტა ითამაშე წინა თამაში და ეხლა ძირითადში და ისე ტრავმა მიიღო აი წეგან გადაცემას დაწყებამდე საუბრობდით და ეხლა ერთ ჩვენს თანამშრომელს ვაჩვენე ჰენრიკ ლარსონის ფოტო აი ვაჩვენებ კიდეც აქა და ფეხი აქვს გადატეხილი რა ფაქტიურად და იმ შემდეგ გახდა ლარსონი რა იმ თამდე არ დიდი არაფერი ჯადო მოეხსნეთ ხო არ ვიცი რა ეხა იმ სელტიკში შეძე მეუნდები ლარსონი ხო და ბომბარდირი ანუცნაური რაღაცა მოხდა მაშინ ნუ არის რაღაც სპორტში საერთოდ წინასა ვერ განსაზღვრა ხანდახან არის რაღაცას მიაღწევენ და მე ვფიქრობ რატო მოხდა რატო გაიქცა რატო დარბის აქაც ესია ნუ ამ ტრავმამ რა ვიცი ხა როგორ უნდა ურჩიო ადამიანს რომ ტრავმა მიიღე და კარიერა დაგამთავრებდა და შეიძლება პირიქით დაარჩე შენ თავ და мотиваცია და რაღაცა შინაგანი განწყობა გააკეთო. საერთოდ მე მქონდა დევიზი და სულ მეუბნები ხოლმე სტუდენტებსა და სპორტსმენებსაც და ნახე რაღაცას რო იწყებ. სხვადასხვა მახატმა განდი ამბობდა ფეხშველად დადიოდა მე კაცმა ინდოეთის ცივილიზაცია შემოიტანა პოლიტიკური და თავიდან რაღაცას რო იწყებ და აკეთებ აი ფეხბურთს თამაშობ სიტყვაზე შენ დაგცინიანო მერე ჭორაობენ შენზეო, მერე გებრძვიან, ბოლოს შენ იმარჯვებ. აი თუ ამ პრინციპით მიუდგები და შენ შინაგანად შეგიძლია мотиваცია გააკეთო, ხო? მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს მიღწევა შეიძლება. იმიტომ რომ არ არსებობს, რომ ეხა მიზანი რა გვაქვს, აი ყველას უნდა ოლიმპიური ოქრო, სოფლიო ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ მიზეზებიც ხო არის, აი ეს მიზეზები რომ გამორიცხო, ხანდახან არის, აი ცივი წყალი არისო, ცუდი SMS-ი მივიღე რაღაც ბებიამ ჩურჩხელა არ გამატანა საჯის ბრალი ამ რომ გამორიცხო მიზნისკენ მიდიხარ იმიტომ რომ ხელი შემშლ ფაქტორებს იშორებ გამიგედა აი ამ მომენტში თუ ადამიანი მოყვება მასთან მუშაობა ძალიან ადვილია და შენთვისაც როცა мотиваცია გაქვს ძალიან მაგარი უნდა უბრალოდ უნდა შეგელოს აღიარო რომ ეს არის ჩემი ბრალი ჩემი შეზეხა ნახე მე რას მუსიალას თუ დიდი სპორტი უწერია და მოეხსნა ეს ისა ის კი არ უნდა თქვას რომ დონარუმას ბრალია და ეკრო უსტვენდა მთელი გერმანიის გულშემოდგა. არა, ჩემი ბრალია, მე შევედი ბრძოლაში არასწორად, მე შევედო, გადავხტომოდი რაღაცა და აქედან გამომდინარე უფრო გაძლიერდეს მისი ვისა. იმიტომ ადამიანი შეიძლება ეხლა გინდა ურთაბრძოლა აიღე და გინდა სათამაშო სახეობები აიღე. არ არის ეს ის ფაქტი, რომ შეწლები ამზადო და გახვიდე და იმ დღეს თუ არ განაწყე, საერთოდ ის წლები დაიკარგოს. ამ პირიქით შეიძლება ადამიანი არ იყოს 100% ფუნქციურად ფიზიკურად მომზადებული მაგრამ იმ დღეს განაწყვე და უშუალოდ როგორც ბექაური ტრავმის შემთხვევაში ტალახაძე და ასე შემდეგ ყველა ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ხო და ამიტომ გეუბნებით რომ აი ჩემთვის არის ხოლმე მე როცა უყურებ რას აი წყალს როგორ სვამენ წყალში შეიძლება რაღაცა არის გარეული ენერგეტიკი მაგნეზიუმი რაღაცა ხო იმიტომ რომ ტენიანობა მე გერმანიაში ვამჩნევ გერმანიამ რომ მოიგო სოფლიო ბრაზილიაში თურმე ერთი წელი ჩაიყვანებს ზარეული ახალგაზრდები და სულ იმაშობოდნენ ტენიანობას ოფსიკლებდნენ რომ რა მიდი დეჰიდრატაციით რა უფრო მეტად აკდება მინერალებში. და აღმოჩნდა რომ მაგნეზიუმი იყო და გუნდი შევიდა გაისერიდა ბრაზილიაში და რავი ერთი 10 ტრავმა ვიცი მე ნეიმარი, დიმარია, არტეტროფი ისინი რომლებმაც თამაშის დროს მიიღეს ზუსტად ამ დეჰიდრატაციის და მის გამო რომ არ იყო პუნქტები მზად. და ამიტომ რატო ამბობ რომ ადამიანი უნდა მოამზადო იმ დღეს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წნელზე. მე სულ ვიძახი რომ ფსიქოლოგები ოლიმპიადაზე ყოლია და სოფლიოზეს და ისედაც დადიან. იმ ფსიქოლოგმა მე ვფიქრობ პირველ რიგში უნდა იმუშაოს წვნელთან. იმიტომ რომ ის ამბობს ჯადოსნურს ის ამწყობს ბოლოს. რომ წვნელმა მოამზადოს მერე წვნელი უნდა იყოს მზად თვითონ იმისათვის რომ ის შეძახილი და ის რაღაცა თქვას მან. იმიტომ რომ ბოლოს გასახდელთან და იმათან და გინდა ჭიდაობაში, გინდა ძიუდოში
ვინაც აიღეთ ფინალური ბლოკი რომ მიდის, წველი მიყვება. იქ უკვე ექიმი გამოდიოდა, მე აქედან შევდივარ. ანუ მე რო შემელო აღარა მაქვს ის მე შეიძლება მანამდე მოვახერხო აი კულისებში, მაგრამ იგივე სტადიონზე ხოდაიდან გამოსასვლელში გამოდის, ადრე გამოდის უყოლა და ბოლოს ფეხბურთელებს დგებიან. აი იქ შეიძლება ჩაიარო და იქ უთხრან გასახდე შეუთხრა. მე ესე ვფიქრობ. არ უფრო კი არ ვფიქრობ, ესეა. და ეს არის ზუსტად ჩვენზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ ის დღე არის თავარი და ის თამაში. ან მე ძალიან ხშირად მინახია პირველი ტაიმი ძალიან ცუდად უთამაშია და მეორე უცბად მეორე ტაიმში რაღაცა. ეს ანუ წველი არ არის მარტო რაღაცა 5-3 2 და რაღაცა დახაზე და ის არა. მე ვფიქრობ, რომ ტაქტიკა, ტექნიკა, ფიზიკა, ფუნქცია, ფსიქოლოგია ყველაფერი უნდა იცოდე და მე უკვე იმის ვიღეთ განარაგო და ადამიანი. ხო, ნუ 5 ძირითადი ისა ტაქტიკა, ტექნიკა, ფიზიკა, ფუნქცია, ფსიქოლოგია. კიდევ არის უკვე სხვადასხვა მაჩვენებლები, მოქნილობა, სისხარტე. ეს უკვე შედის ფიზიკურ მაჩვენებელში და ფუნქციურ მაჩვენებელში. ფუნქცია სულ თქვა როგორი გაქვს და როგორ და ეხა რო უყურებ და ბაპე და ნევეში რო დარბის და ისა 10 წამში და იმაში ისეთი კაცი უნდა დაუყენოს ცნებმა რომელიც დაეწევა თორე მე თუ ბურთი გავიგდა ვერ დამეტი იყავი არა ეგ ელემენტარულია ხო მაგრამ არის კიდევ ბევრი და ისეთი ნიუანსი რომელიც სპორტში შეიძლება ადამიანს ყველას ხوير ამოუსვა და დააგდებს სიტყვაზე ან ყველას რაღაცა ხმეთ ფოტოს ხوير დაუტყო ვიღაცა სწორად დაგიდი ამიტომ აქ არის ის რომ შეარჩიო იცოდე მაგრამ ის მომენტები და ის პარამეტრები გამოიყენო კონკრეტულად სხვადასხვა იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას შემტევის სტილი თამაშო და ვიღაცასთან პირიქით ჩაკეტო ფეხბურთზე ჩახდი განსვაში და ან აი ეხა 9 კაციანი PSG-ზე რო ეთამაშებოდა ეხა უკვე ბაიერს ეხა წარმოიდგინე ხვიჩა გამოიყო რატო სწორი იყო იმიტომ რომ უნდა დადგარიყო დაცვაში და თან რო გაეშვათ გოლი გადადიოდა დამატებებზე ვერ ამოხდებოდა გაცმა წარმოიდგინე რადონის კლუბია 9 კაცით რჩება და ბაიერთან ბოლოს შენარჩუნებაზე ხარ 1-0-ს იგებ და 9 კაცით ხარ და ესე დიდი ძალებით გადადიხარ შეტევაში მეორე გოლი რო გაიტა 4-ი იყო საჯარი აი მაგ მეორე მომენტია იცი იმ ჰაკიმის რო დაეკარგა ის ბურთი იქ რო გაძვრა მეორე გოლის წინ და მეორე გოლის წინ კი იქ რო დაეკარგა ის ბურთი და რო წამოსულიყო ეს ბაიერნი მე რა შვებდი არა მე მაგარი ზუსტად რო რისკი იმიტომ ხარ მაგარი რომ მე მაგალითად მომეწონა ფლამენგო აი რაღაცა უფრო ყველაზე ბრაზილი და 4 გოლიდან 4-ვე გაიტანა თვითონ მე ესები ერთი თვითონ პირდაპირ კარში და 3 ზუსტად რასაც აბა აი ჰაკემის ვარ რომ დაკარგა ეგრე გაიტანეს ეს 3 გოლი ანუ ბაიერის სტილია რომ ეს ჩაჭრა რაღაცა ბრძოლა და რომანტიოზი კიდე მოღვიდაზე მიულერი ყო შემოყვანილი რომელიც ხო მაგრამ წარმოიდგინე როგორი თავდაჯერებული ხარ რომ ვერ თავდაჯერებულობა ერთია და კაია და შეამოვნებს ესეთ ფეხბურთს რო უყურებ მაგრამ ხო აი ყვარამ რაც ქნა იმასთან ფინალში რა ფინალში იყო თუ ნახევარფინალში ბურთი წაიღო იქეთ კუთხურის ალამთან და დრო გაყავდა რა ეგ არსენალთან ხო არსენალთან ისეთ ვარიანტი ეხლა შედარება იყო იამალმა შეუტია იმას. ძელს რომ მოარტყა. ხო, და იქიდან წამოსული ის იყო ინტერმა რო გაუთანაბრა მე. ანუ ორი ესა აქვს ხარება. ორი მხარე, მაგრამ ისეთი თავდაჯერება. რა ბატონო, რა უნდა კითხო რომ ესე ყველა სპორტის ყველა სახეობასთან გაქვს შეხება. ნუ მეტნაკლებად, მაგრამ ფეხბურთში არ ჩანხარ აი სამედიცინო ფეხბურთში ხო წითელი ბარათი მაგა პირველი ექიმი ვი წითელი ბარათი აიღო და ის კვალიფიკაცია მაგ იქ ევროპის თამაშები იყო კი კაცო კობელიში გაშვილი ფეხბურთზე ვლაპარაკობ საქმეში მაგარი თაობის რომლებაც მოიგეს პირველად ევროპის თამაშები მოიგეს აი ხა სადაც მაკედონიაში ვიდა ფეხბურთი იყო კოპალეიშვილი იყო მაშინ წელი 97 და პორტუგალია ლევანა ძნელია იბერიასი და მათაც წარმოქმნილი პორტუგალიაში იყო ხო ზუსტად ეგა პელებით მოუგეთ ლიტვას ჯაკობია და მერე იყო უკვე სერბეთში მოვიგეთ ექიმი არ ყავდათ მე ძიუდოს გავყვე მაგრამ ყობა იყო ჟორჟიკაშვილი და სხვაობა რომელი ხა აი რატი წინამძღვრიშვილი გოცირიძე დანუგრაშელი ხო ეგენი რა დაუშვილი და რა ვიცი ყველა ხა მაგარი და ძალიან მაგარი გუნდი იყო. თან მე რატო გეუნდები ამას რომ მოვიგეთ ბედნიერი ვიყავი რა, მაგრამ წით მე შემდეგ ჩატა და კიდევ SNG-ს რაღაცა ის ჩაატარეს რა, ეს სპარტაკია და იქ მიგვიწვიეს იმას და იქ ვიღეთ წითელი ბარათებს
საჩარ დავემორჩი. იმიტომ რომ წითელ ბარას და სიმულაციის ჭელიძეზე ვეუბნებიო კუნთია გაწყვეტე აი ეს ხაშლამის ნაშერებით არის ეს. ხე ვარ და მომავარ რაღაცა ცოტა უხეშად მოვეკეცი. ოედანზე და აფრიალა წითელები ყვითლება. მე რა ვიცოდი მე თუ მომწოდა და ჭელიძე ჩავიყვანი თან ესე არ მინდა თქვენი ის მეთქი სანიტრები და რაღაცები და მოვიკიდესე. აჩიკუდათი ჩავიყვანი გასახდეში ამოვიდა კობად გას მარტო მეც აღარ ყველა გაყრილია რა ანუ ან ტრამვირებული სამი კაცი გავგდო მოედნიდან ხო გევარა და სასტენია და რა უნდა მე რაღაცა გააჩა ანუ უცბად აჩერებს თამაშს და ჩემსკე მოდის და რაღაცას ყვირის და მე მგონი გაგდეს კობეს წყნარად მიანდა როგორ შეიძლება ჩემი აი თუ არ შეიძლება დაინახო და სადა მიყო წითელი და მოლდაველი მსაჯი იყო და გამოვყალი და ეს არ გავდიოდი გავიკიდე სალკე ის რამდენი წითელი უნდა მოერთი ხო მიღებული მქონდა ამიგრიგეს პოლიცია გამოიძახე და მოკლედ ზიდანივით დაამთავრა ფეხბურთი. ხო, არა, წითელი ბარათი. ნახევარ ფინალზე და ფინალზე ის რა ქვია, ტრიბუნაზე ვიჯექი. ზიდანივით ამ გაყრილებთან და გუნდი რო ვერ გავაკეთე 10 კაცი შევედით. სტადიონი ფინალი და მე-11 აღარ ყვადი, იმიტომ რომ დამტროული იყო წითელი გო და ყველა ტრიბუნაზე ვიჯექი. და 10 კაცი შევიდა მე ეს მეორე მეკარეს ეცვა 10 ნომერიანი და ის იყო თავდასხმა. ერთნაირი მოვუგეთ მე მესამეში იქა. ეგ იყო ესენგის რაღაც. ძალიან დამთავრდა თქვენი საფეხბურთო. მაშინ ხო დაამიგზავნეს ფეხბურთი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი და არა ეხა ეს რა ეხა ჩემი არიან, ყველა ჩემი სტუდენტი იყო. ხარაბაძეს და ჟანგელიეს და ყველა წლის ხოდაშორის წლის ბოლოს ჩვენ ხო გვაქვს ნომინაციები და წლის ბოლოს საუკეთესო ექიმად და თუ დასახელი და ხარაბაძე და გწლიანად სამედიცინო გუნდი ფეხბურთის და ნაკრების ხო ყველანი მინწველი შეიქმნა. იმიტომ რომ ეგ მიყვარს მე რომ ის ახასო მოჭედავები და სოფლიოს დემას ვიგებ, მაგრამ ჩემთვისაც და ყველასთვის ალბათ ის რაც ხდებოდა ტრიბუნებზე ევროპის ჩემპიონატებზე მე ესეთი აურა кайხანი არ მინახია. ხალხი თელავიდან მიდა მანქანები ჩადიოდა. იყავით თქვენ? სამაშზე არ ვიყავით, იმიტომ რომ მაგდო შეჯიბრი დაემთხვა. ლიოზადება იყო ოლიმპიადისთვის და მე სალიცენზიოზე დავარბოდი აქეთ-იქით. მაგრამ ნუ მე ვიყავი ბედნიერი, როცა უყურებდი ამას ყველაფერს. ხო, მაგარია. ზურა, ეგ აურა თქვენ ზუსტად იმ გამარჯვებას რა. რა უნდა კითხოთ, იცი ახლა მაგაზე სადღაც უნდა მეკითხა გადაცემის დროს, მაგრამ ახლა კითხავ, მოედან შევარდე საჩუე ჩხუბეო, ახლა რაც მოყევით. ძივდოს ტურნირებისა, შეხვედრების დროსაც ეგრე ხართ ხოლმე, საერთოდ არ ელოდებით იქ ტატამიზე რამე ხდება. იმიტომ ტელევიზორში მინახავს ხოლმე. კი, არის ეგეთი ისე, ხა ამ ბოლო დროს ამოიღეს სამედიცინო დახმარების საშუალებისა, ანუ ჩოგბურთში, ფეხბურთში, სხვა სახეობაში არის კრივშიც. ხო, ხა რატოა ძიუდომ აიღო ესეთი ისა, რომ კამერას აშორებს. ანუ როცა სამედიცინო დახმარება ეხლა ნახე რა ხდება მე თვითონ ხო საჯიც ვიყავი მე 10 წელი ვალუდაზე საჯი და მწმელი ხო მაგრამ საერთოდ საჯი ვიყავი და ევროპას უბრალოდ ნავსაჯი მაქვს ვალუდასა მწულიდეს ერთად და ნახე სიტუაციიდან გამომდინარე როგორც საჯიც ვაზრონებ მაგ დროს და ის დახშობა შიმივაზა რაც არის ნუ ეხლა სისტრაფეში შეიძლება უსასაძილი არტერიაზე მოხდეს და მაგრამ არასწორად არჩეული პოზიცია საჯის მიერ იმიტომ რომ თუ აქედან აღჩობენ და შენ უკან უდგეხარ ვერ დაინახავ იმ სიტუაციას და აი რა დაუშვათ იგივე შერაზადაშვილის შემთხვევაში იაპონიაში და იმიტომ რომ იქ მე არ უნდა შევსულიყავი იმიტომ რომ მაგ შეხვედრა შემდიჭირდებოდა ბექავ და გამოვიდ გევარ მაგრამ ეგ იაპონელები იჯდნენ თავი ექიმი და იქიდან ესპანეთს ყავდა მაგრამ ჩემ პრინციპი რა მე უკრძალავ ყველა ჩემ ექიმს მე ვარ თუ არა ვარ ან მე თვითონ თუ არ მარტო ტელეფონი არის ყველასი გამორთული ან იმ მომენტში არავით არის თამაში, არავით არის Facebook, იმიტომ რომ უნდა იყო კონცენტრირებული. რა წამში რა მოხდება, არავინ არ იცის. ხო აიღე კიდე ხა მუსიალა შემთხვევა ვინი ფიქრებდა რომ გავიდა ის ჩატოლო და ტყაფეხს მოიტეხო. და აგივე ხა აქაც არის ძიუდოში ესე რომ არასწორად ისა და დამთავრდა. ამიტომ ამის მიასეც შეხდება და ამიტომ ამას მე ხედავ რა აი ფეხები როგორ უდეს, ხელი როგორ მოეშვა ესე ჩამოყარავს უკვე ძინავს. და იმ მომენტში გავბივარ, იმიტომ რომ ისა და სხვადასხვა შარშან
ქონდა სამედიცინო სემინარზე ზუსტად ეგ წავიკითხე ლექცია, სადაც რამდენიმე ვარიანტი ამოვიღე პირველი დახმარების და ყוდებოდეს იცით რომ მე ვასწრებ კოსტუმში ვარ დელეგატი ვარ, არ უნდა შევდიოდი საერთოდ მე ის მაგრამ ვასწრებ, იმიტომ რომ ის ვინც მიზის, აღარ მინდა ქვეყნები, ზოგიერთ ქვეყანას ის ლოკალ დოქტორები საერთოდ არ არიან ძიუდო სპეციალისტი, შეიძლება იყოს ვიღაცა ხელბურთიდან და იქიდან სხვა რაღაც ახეობიდან მოსული, რომელიც საერთოდ არ არის ესებიც არის. უბრალოდ ზის როგორც ეკი ან ემერჯენსი ექიმია, რომელსაც აქ არასაველე პირობები, არამედ პირიქით კლინიკა. მე ძალიან ბევრი ექიმს ვთქვია, რომ თავი დამანება თვითრონაში დემაში რო ვაკეთებთ რაღაცა გიჟობებს და ვეხმარებით ადამიანს. მეო კაბინეტის ექიმი ვარ, მე მაგას არა ვარ ვალდებული, მან გავაკეთო. და ნუ ერაფერს ვერ იზომდი. ხა მე როგორც ყოფილი სამხედრო ექიმი, მაინც ეს რაღაც ჩამოყალიბებული მოდა შიგნით აქვს ორგანიზმი და ეგრე გავზადე ჩემი სტუდენტებს. ხო და აი რასაც მეუბნები, ხო მაგ მომენტში როცა ვზივარ და უყურებ, აი რაღაცა გძნობ კიდეც რა. არის ხა ქვეყნები, რომელსაც სტილი აქვს, თუ პარტერი ნევაზაში კარგად გააგრძელო. და აი მომენტში ყოველთვის ისევა რა, მაგრამ ძიუდოზე მაგას დამოვლილი არის ძალოსნობა. აი ძალოსნობა, ვითომ ხო შეიძლება არაფერი მოხდეს, მაგრამ აი ესე რომ დგეხარ და უყურებ სუნთქვას, ხო აი ხალი კერდი სუნთქვას, მამაკაცი მუცლით და აი ამოიღო დაიდო, ეხლა მოიწყა საკა და ვერავარი ხო 200 კილო როცა იწავა იშტანგა არის. და ვარ აი ესე რომ აი ეხა შევარდე ეხა რომ მივასწრო ხო ჩემო აბა სანერვიულოც იმიტომ იქ მოასწრებ აწევ ფეხას ხამას გავუხსე რაღაცა და ნუ არის საშუალება ტატამი ცოტა ისეთია რომ მაინც ის არის აი ძალო ის ვიტყვი რომ ხედავ თუ არა და ნუ მოასწრებ კიდე იქ არის საშუალება ყოველთვის ვცდილობ რომ დეფიბრილატორი და სხვა სამედიცინო ისეთი აქტუალური ვინახავს და ვიცი და კითხავთ ეკვადორშიც ყავთ გადარჩენილი ხო ერთი ლამეს ტუნისელი გოგო იყო ხო და იმიტომ გეუბნები ძალოსნობაში არის ძალიან ბევრი ყოფილი მე მყავდა თურქი რომელიც გამიჩერა სუნთქო საერთოდ და კი არ დამიწერეს კიდეც მე რომ გარდაეცვა რა კაცო ჩაულებრა მივეხმარე ჭინჭარაული ცალკე ამოვარდა ხო დაეცა და თუ მე პრობლემაც ქონდა გულზე მე გავიყვანეთ პირველი დახმარება რაღაცა დაფჭირდა ხელოვნური რაღაცა სასტრაფო სასუნთქოში იყო სოდაშორის ერევანში იყო ევროპის მე დოპინგზე შევიყო და მე დამიწერეს რომ ესე მოუკვდო ბიჭო გავგიჟი გოგო ყოველდღე წელს და ქორწილში დამპატიჟე ეხლა გათხოდა რატო წერენ აი გიჟდები მითხარი ხო არა უარს არ გეტყვი არაფერზე ხა მე არა ვარ ის პიროვნება რომ არის რაღაც კონფიდენციალური რომელიც იმ წუთში არ შეიძლება მაგრამ ეხა მეგობრულად და ჟურნალისტი ისედაც გეტყვი ოღონდ ეხა როცა არის საშუალება რომ გითხრა გეტყვი რა პრობლემაა ეხა ძალიან ბევრი ყოფილი ეგეთი შემთხვევა. ანუ ეკვადორში რა მოხდა? ეკვადორში რა დაეძინათ რა. ანუ მე საერთოდ საგდალაშვილს ვანწყობდი. და ზურგით ვიდექი ტატამთან და ბუხ ესეთი ხმა, ანუ ტატამი იყო გაშლილი პირდაპირ ბეტონზე. და დარტყმამ და მე იმ გოგოს აგრესიულმა ქმედებამ, ნუ ეხლა სპორტულად აგრესიულმა ესე ვთქვათ, ანუ დიაფრაგმის დარტყმას შოკი იყო, მე ამ შოკის დარტყმის დროს მიიღო ტრავმა კისერზე და პარალელურად დაახშო. ხა წარმოიდგინე ყველაფერი ერთად ქონდა, ხო და ვერ გაერკვა ის ისა და მე იმიტომ მე რომ მივდივარ იქ ფეხს თავით იმიტომ რომ იმობილიზაციის იქ შინები რაღაცები რაც იყო საჭირო მახსენდება ხა უბრალოდ ხმაზე მოვტრიალდი და თან დაცემეს ხმა დაცემას და თან უყურებდი რომ სარდალას იქ ტრადიციები ხო აქვს წყალი შეასხა რაღაცა მოეფერო რაღაცა დალოცო კურთხევა მისერა ხო და აი მომენტებში ხო უნდა გამოვთვალო მეც რამდენად რომ გავიხედე 8 წამი იყო აბა შენიც მე და ამის სახეს რო შევხედე ამანაც დაინახსა რომ რაღაცა მოხდა და ეგრევე მოვტრიალე გადავხდი ის ბანერები იყო სარეკლამო და ფეხები დაუჭე უკრიდან ანუ უღმავდგები ხელოვნური სუნთქვის და უკმავდი იმიტომ რომ არა მივხვდი რომ თავზე იყო პრობლემა და თავს ყეტავ ფეხები სადამ ისინი მოიტანენ იმობილიზაციისთვის შენ არ ქონდათ აჰა მე რაღაცები მოვიფიქრე იმიდავარი დავსკოჩი გავიყანე მე ემერტეზე გავუშვი და ნუ გადარჩა იმ გაგებით რომ ნუ პატარა გოგო იყო და უცბად ისოქი იმიტომ რომ თან მეუნები რომ ეხა თან მარტო ესპანურად ლაპარაკობენ ეხა სანამ ის ინგლისურის სოდნე მოვიდა და რაღაცა უკვე ფაქტიურად იქ არის მაგრამ ეგ წყვეტა იყო და მე მაგალითად ვამოფ რომ აი ეგეთი სიტუაცია რო არის არ უნდა გავუშვე ტელევიზორში კი ეხა კაია ქართულმა ექიმა გადაჭ გასაგებია მაგრამ იმას ხო ლაივში უყურეს დედა მშობელი ვიღაცა წარმომიდგენ რა დღეში ამიტომ მე ვფიქრობ რომ პატარა ტრამვებზე ხა დახვევა და რაღაცა ეგ შეიძლება რომ აი აჩვენო ფეხბურთში ეგ ხო აკრძალულია რა აი მაგალითად უნგრეთი
ეხლა წინა ევროპაზე უნგრელი რო გახდა ცუდად ჩამოაფარეს იქ არა გააჩნიეს ერიქსენიც რო ერიქსენი რო იყო ხო და წინა ევროპაზეც მოხდა უნგრეთის რო იყო არა ძალოსნობაში დაფარები არა როცა ძიმე ისეთი რაღაცა კი მაგრამ აქ ეხლა მე ვარსვამი საერთოდ არ უნდა აჩვენე მაგას მაგრამ ეხლა პატარა თითზე დახვევა და ეხლა ჩოგბურში არის რომ კინეზოტეიპი საკრავი რაღაცა აჩვენებ ანუ იმ მომენტში მე რა მინდა რომ წესებიდან გამოდია პირველი ფეხბურთზე ყველა სახეობა მიდის იმაზე რომ მაყურებლისთვის ეს გლადიატორული სისხლი რაღაცა მაისურიც კი იცვლება არ უნდა იყოს სისხლი მაყურებლისთვის თვალში მოსახვედრი ესე ვთქვათ და ნუ ეგრევე იცვლიან ახლა თუ რაღაცა და ეგრე მე შემილია დროის გაყვანაც ახლა თუ ისე სოფთა მედიცინური კუთხე სპორტსს თუ ხედავ რომ ვეღარს უთქავს და რაღაცა ვეკითხები რა გინდა ბიჭო მე თუ დაღლილი ვარ ისიც დაღლილია ამიტომ თუ შემილია გავაგზავნო გააგზელე მაგრამ შენ რო ისვენებ ის ყუდა ისვენებს ვარ ეგეთი მომენტები მაგრამ შეგიძლია ხა მე 1000 წლის საშუალება ვიღაცა მეუბნება რატო არ გაკერებ რატო გავკერ როცა მაგ ვაზელინი ბოქსიორების რომელიც ისეთი წებოვნება კან კიდე სპეციალური მხნელებია კორეას და იაპონიას და გადაუსვა და გავაჭერებ ერთ წამში რაცაც უნდა პროცედურა რამდენიმეჯერ დაყერის და რატო გავაკეთო იმას გავაკეთებ როცა გამოვა შეხვედრიდან მე ხო არის ეგეთი მომენტები. ერთი მომენტი მინდა გახსენოთ მომენტი რა ძალიან ჩვენთვის სასიხარულო და ყოველთვის დაუვიწყარი. ასანიძე როგორც ვიცი წინა დღეს იყო ტრავმირებული. წინა დღეს საერთოდ ისე ხო იმ პერიოდში და აი რა მოხდა მაგ აი რა ჩაატარეთ. რა თქმა უნდა გრიქუროვთან ერთად. ესე იგი მე და ასანიძე გრიქუროვ ცხოვრობთ ერთ სართულზე. მინისტრთან და ოლიმპიური პრეზიდენტთან ერთად და სამედიცინოში გავიდა. გაკეთებს სოყოთი დამაქ ხოლმე ეს პატრიარქის მოცემული ხატები და რომელზეც კუთხემა გაკეთებული ვისაც უნდა შევიდეს ილოცოს სანთელი და ამიტომ ისე და ასე შემდეგ. ნაკურთხი წყალი და რა. ხო და მახსოვს რომ საერთოდ ასანიძე წინა წელს გახდა სოფლიო ჩემპიონიც, ევროპის ჩემპიონიც და ნუ მე ტრავმა მიიღო, მაგრამ ლიცენზია ჰქონდა და ნუ ფაქტობრივად მისგან არავინ არ ელოდა ალბათ თავის და გრიქუროვის გარდა იმას. თუმცა ოქროზე, იმიტომ რომ იქ პიროს დიმასი იყო, ახალგაზრდებში კი სოფლიო ჩემპიონები იყვნენ, თურქები, პოლონელები, რავი, ძალიან ისეთი გუნდი იყო რა, ლიცენზია აღებულები. ხო და ზიადაურმა რომ მოიგო მეცვა ყვითელი ფერის, ოქროსფერი ისა, მაისური, რაღაც. რომელიც რომ მოიგო, ნუ აი ყველამ რატო ჩაიწვიეს ყვითელი და მეთქი ოქროსფერია ისა და ამანაც გაიგონა და ეს ისა თან ზიადაური ცალფეხა იყო ხაბარელი და მე თალკე უხდით ფეხებს და რავი ჭრილი გამოჭრილი და აბზარული რავი. თან მაშინ ეხლა 20 წელი გავიდა იმისვედი და მაშინ სხვა ტექნოლოგია ეხლა იმ ფეხს სულ რომ მოტეხინებ მაინც უფრო მაგრა ვაჭიდავებ ეხლა ვიდრე იმას. მაშინ რო იყო. ხო და მოკლედ რომ გავედი ეს გაწყვეტა ეს მოვიგეთ ხო ოქრო და ეს მაისური გახდა უკვე რაღაც ფილის მასავით, მაგრამ აღარ ჩავიცვი. და შევინახე მაშინ. ფოტო არსებობს მაგას. შენახული ხო, მაგრამ შენახული მაქვს ხა ეს. ხო და საღამო არის რა და მოვედი და მეორე დღეს გამოდის ასანიძე. ხო და ნუ არაფერი ისა და დოპინგი გვიან მოვედი, ვიღაცა დოპინგზე ვყავდა, გვიან წაიყვანეს და სანთლის სუნდი მეცა რა და ეს შევხედა ასანიძე იყო ღამია. და აი მივხვდი რომ რაღაცა იქ ტრადიციულ რაღაც თავის იმას აკეთებდა რიტუალებს და მის აი ქმედებაში, მის რაღაც ხა აღარ მინდა თქვა იქ მოთხოვნაში და თავისასეულო დახსარება რაღაცა, მივხვდი რომ мотиваციას აკეთებდა რა. არაფერი არ უთხარი, ჩუმად შევიყარე, დავწეკი დავიდი. მეორე დღეს სხვა იქები მიყვებოდა, ესე ვქონდა ხა, ყველგან ხო არ ვივიდი, 4 იქები მიყავდა და მე გადანაწილებული ვყავდა იქა, რომ შემოყო თავი და კონდიციონერით განცხადეთ 40 გრადუსია, ძალიან ცხელა და გარეთ გასვლა თავი არ მოგდა. შემოყო თავი უკან გრიქუროვი დგას. დესეკეთებო და ველოდები მეთქი რომ აწონოს მერე წამოვალ დროშას ავიღე და დღეს ვისაუბრა. ამან არიცი რომ მე წინა დღეს მისი ეს რიტუალები და ისინი ნანახი მაგ. არც ვეუბნები, იმიტომ რომ მეც ისე ვარო, ვიცი რომ ცალხელაა და ან ფიზიოს აპარატი მაქვს წაღებული, მე ამსე რაც საშუალება იყო ყველაფერს უკეთებ. ხო და ისო რასაკეთებო, მოვუთხარი წევარ მეთქი, ავდგები, არაო. ეხლა ადგებიო, მე გავდივარო. აიო, სალფეტკის ფურცელზე ქონდა ჩამოწერილი ისა მახსოვს რეები ქონდა. ბულიონი ქონდა, ისეთი ქათმის ბულიონი, ცხელი უნდა და წონას რო იმაშებოდა. ქათმის ესეთი ფილეები, ბანანი,
ბევრი ისეთი არაფერი, პინპინი, რატო ბულიონი ჩასაღრა. მახსოვს აი ფურცელი რაც იყო და ეხლა ადგებიო. აი მას ყველაფერს მე რო ცხელი შემხვდები, დაწოლმას თავის პროცედურა, დაწოლის მე რო ეჭავდა მე შემ ყოველ ავტობუსებში ყოველ ნახევარსაათში 15 წუთში დადიოდი. და იმ ყვითელმა იკას ჩაიცვამ ზვიადაუზე რაც გიწვა. გუში როგეცრა. არა, გუში და 3-4 დღეა გასული, ხო. ხო და ის ამას არ ეწევს იქ ხო ცეტკებია ოლიმპიადა ჩადებდა მე შადდა და რეცხავდა. მეზარებდა იმდენი მაიკას ყიდულობდი ოლიმპიურ სოფელში რა თქმა უნდა, მაგრამ თან ეს მაიკა ის ყვითელი იყო ყოველგვარი წარწერის გარეშე. ლაიკის მაიკა და ჩვენ არ ჯორჯია წერა არც ემბლემა არაფერი. უბრალოდ აი ფერის ოქროს ფერთან დაკავშირებით რაღაც შამანური ის მქონდა ხილვები მეცა და ხო და აღარ დაუწყე გავდექი რავი რა ჩადა მე ვისხი რაღაცა რომ ცოტა ჰიგიენურად ყოფილიყო ჩავიცვი ეს ფურცელი დამიდო და მე ვთხარი ექიმი მეტი და უჩი და მე სიზმარი ვნახეო მე ოქროს ვიღებო და ის ექიმი არ იყო სიზმარში შენი ყავიო დახტოდი გიჟივით რა უნდა უთხრა აი იმიტომ გეუნდებით იმ დღეს შეიძლება მოხდეს წავედით მივედი ეს ყველაფერი ისაქნა მოიდა მე აბა იქა ცხენის დოზა ლიდოკაინები რაღაცები გამაყუჩებლები ცალხელა იყო რაღაც ესე რომ ხუღებოდი და მაშინაც არ მქონდა ეიპი და აკურატორი ხა იმ ხელისისა შეიძლება და ხელოვნური ყესების და ეს რაღაც გეუბნები 20 წლის წინანდელი ამბო დღეს ეგ პრობლემა საერთოდ არ მაქვს ცალხელა ბეკაურიც მოვიგეთ ოლიმპიადა ხო ხო ეგ ცალკე ხო და აი ნახე შენ და აი ეს რომ გაუკეთე ყველაფერი მოიწინე ახლა ნახე ამათ რას უზამ შენ და გავიდა მის უკნარა ნო ანუ იმ დღეს უნდა გააკე მაგას ვამბობს ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ იმ დღეს აი ხო გეუბნები საწყალი გრუქუროვის ან ასანიძის გარდა მეც იმ მელემეულო მომენტში აი ზუსტად ეს რასაც გიყვებია ეს რომ ვავსებდი ტვინში ამას ყველაფერს რა ყვებოდა და მის სახეს რომ მივხვდი რომ მომგები იყო და ბოლო იყო ყველაზე ისეთი რომ ყველა მისვლა გაკეთდა და მახსოვს ესეთი რა პიროს დიმასი მესამეა ასანიძე პირველი და ბელარუსი რომელიც გავიდა სოფელში არც ის მეტად საიღეს თვალია იქ ოლიმპიური სოფელი და მოიყვანა ჩქარა მოდი დაჯილდოე ერთ საკი და რატომ მოხდა ეგ იცი ჩინელს ქონდა 3 მისვლა დარჩენილი მაგარი ჩინელი იყო რა და არავინ ყველას გაეპახე კი არის მაგრამ ეს ხო ბოლოში წერია ეს ხაზი იქ ვიღაცა გააფუჭა და გაფუჭდება ხო ეს ხაზი ისვება რომ აღარ გამოდის ხა სოფლიოზე შეიძლება ატაჩი გააფუჭა მე აკროში გამოხდა აქ აზრი აღარ არის იმიტომ რომ მედალი ერთია აქ 3-ია მედალი ევროპა და ჩინელი რაღაც არავინ ამიტომ რომ იმაში ვარ აჟიტირებული რაღაც პირი ვარ და ჩინელი აქ კაპიშონი ესი არა ჩანსახე ის ბრინჩა ჭამს რა ცოტა პატარა ლიფსტები უყრია რაღაც რო გავილი ხედავ ჩვენს ვინ არის გაულა საჭმელად მოვიდა მეთქი ეს და აი რო გამოვიდა და ყველამ რო დაამტა აბა 3 მისვლა და 3 მისვლაში 2 წუთით გამო ხო და 8 პირველი ისე ანუ რო მივიდა ისე წოდა რომელიც ჩვენ არ გვიშლის ხელს ოქროზე მაგრამ რო აწიოს და ისა და ყველა გაფუჭეს ვერ უმატებს და აი იქ წავიდა ანუ 8 წიოს დიმასი ვერ იღებს საბერძნეთში მე-4-მე და კაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მე-4 ბრინჯაო ასანიძე გადმოდის ვერცხზე და ნუ ბელარუსი გადადის მესამეს აი მე პირველად გავიგერდროულად ყველა ახლა ჩვენ ცხუიო ვიგინებოდი ხო ყველა ენაზე გინება ბერძნულად ბელარუსულად ყველა არაციოში მიდედა და ეჩი აი და თქვენი დედა აღარ და მესამე პირველი 2 იჩალი ვარ ვერად მესამე როგორ აქ რა იცი აი და თან სიჩუმე ხუნა ეს ხდება მისვლაზე ყველა ჩუმდება მაგრამ ვერ აჩერებენ თავი და აი და წადი თქვენ დააგდეს ჩაიკეცება აღარ მინდა მაგინე თავი დამანე და უკეი მახსოვს ბოთლებს ვისვი შადრა ო მაგარი სასიხარულო თან მოულოდნელი იყო და კასაბიები ვიყავით არსენა იქა მაგ ზურავატონ მოდი რა ხა ბეკაური ვახსენე და ბეკაურის პირველი ოლიმპიური ოქრო გავიხსენოთ რა აი ცალხელაო რო თქვით მე სხვადასხვა ეხა წიგშიც იყო ყვარაცხელი წიგნი გამოსული იქ წერია ყველაფერი თუმცა დეტალები არის მაგრამ შემილია ხა იგენი რაღაც უკვე წასული საქმეა მე მინდა ამას თუ ახალგაზრდები ხა სპორტსმენები აკეთე არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან რა სახეობა უნდა იცოდნენ რომ ზუსტად თუ მიზანი გაქვს და ხასიათზე ხარ ყველაფერი გამოგივა ამიტომ ბეკაურის ტრამვა ზვალი ამოტეხილი წესი გასაშენელება და ამიტომ ეგ ამოვარდნილი ქონდა ხო ეს ახალი ო მამა გაწყვიტა იქ ესები და აზიანა ძვალი ანუ
ესეთი აგლეჯილი ქონდა ისე და ყესმა ამოტეხა ძვლის ფრაგმენტი. ფაქტიურად არ ქონდა ხელზე, ხო? არა, ხელზეა ლაპარაკი, ეხლა წარმოიდგინე აი ხა შუალედი ეხლა ხო ევროპასო სოფლი, ეხლა უფრო მეტი, მაშინ უფრო ნაკლები. და ნუ აბაჩკა რა შეგველო იქით აქეთ და ვიწვევ კონსულ, ანუ ბავშვმა თან ლიცენზია აქვს, თან ხა ოლიმპიადის ემზადება და ესეთი ისაა, ერთ-ერთი ფავორიტად უკვე ითვლებოდა, თუმცა ნუ სერიოზული ყავდა მაშინ იგი გოლნიკოვი იყო და იგი შეერაზადა და კიდე ის ძალიან სერიოზული სასტავი იყო. ხოდა ვიწო კონსილიუმს, ერთი 200 კაცი მყავს. აი ვისაც კი ტრავმატოლოგია, ორთოპედია, სპორტი, რაც კი გაუკეთებია ყველა. ვერდიქტი ერთია, ჩამოიკიდოს. შენახული მაქვს ყველას დაწერილი, ეს 4 თვე, 2 თვე ჩამოკიდე, მე რეაბილიტაცია გეგენი, ვიცი, მე მგონი ეხარა გავა. არაფერი, ნუ შანსი არა. შანსი არა. ხოდა ეკი არა ფორმაზე და იმაზე რომ ვთქვი რომ მეთქი ჯერ კიდევ მაგ დამაცადეთ და ხელმძღვანელობიდან მამა ფორმა ვერ ჩაისო ეკი პიროგი რა უნდა წამოვიდეს შეცვალეთ სასწრაფო და აი საუბრობა ვინ არ ეკავს მოვიდა ჩემთან აი ერთი ეცოზიო და ის თვალებში როგორც მე და შენ უყურ აუ დედას უტირებო რა ბექაური აი თუ მივდივარ ყველაფერს გაუძლებ დარჩენილი გვაქვს ზუსტად 23 დღე ანუ ჩამოფრენა, MRT-ს გადაღება, MRT-ს გადაღება, რამდენჯერმე ვიღებდი, ფაქტობრივად ყოველ მეხუთე დღეს ვიღებდი, ამ 23 დღის განმავლობაში ფედერაცია ქევხიშვილი, ათაბეგაშვილი, ყველა ღვინიაშვილი, ყველანი ესწრებოდი, იმიტომ რომ დაენახათ პროგრესი და პლუს რა არის, რომ ხანი ტოჩინოჩი დავრეკავ იაპონიაში რამე ნემსი ხო იკორელ და შემოვიდა ესეთი ნემსები იყო რა პლაცენტა რაღაცის სინათლე და იმედი ჩამოვიდა ვაკეთებ, ნუ ანძვირადღირებული სინიში ვაკეთე არის ფსიქოლოგიური ისა რომ აი ყველაფერი რაც კი არსებოდა შეხორცები ტაბლეტი რომელიც რა თქმა უნდა დოპინგში არ არის და რაღაცა და იქიდანაც თუ რამე იყო შეგვეძლო თუ ეს ფორმა არის ეს შეგვეცოდა მაგრამ არ დამჭირვებ იმიტომ რომ თვითონ სოფლიო ფედერაციაც ძალიან შეწუხებული იყო აი ეს 23 დღე მიდიოდა აი სასწაული ფაქტურად ოღონ აი გაიქცეოდა იქ ტატეშვილის კლინიკაში მე გამოიქცეოდა ასკურავოს და მე გაიქცეოდა იქ კლინიკა აი ეს ყველა ჩავრთე ოღონ ისეთი ის იყო რომ ყველა ჩემი ხათრი და რაღაც ამას უნდოდა თორე ნუ ხო ვატყობდი რომ მაინც ის იყო რაც რამდენიმე კაც ქონდა მარტო ისეთი იმედი რომ ისა მაგრამ ნუ გავგეგმე ოქრო მე უნდია რა ოქროზე ლაპარაკო კაცი ფესვები ვერ ამოძრავებს და რა და შანსი არ არის ხოდა მახსოვს ეხლა მე და ლექციაც მაქვს მე ტელეფონში მაქვს შენახული აი პირველი ვარჯიში ტატამთან კოვიდია ვერსად ვერ გავდივართ ვერ იდებით ერთმანეთს ანუ ოლიმპიადა უკვე მოსულია დელეგაცია კოვიდ მენეჯერი ხარ ის უნდა გავაკეთო ეს დარბი ხარი გაცრები ტელევიზია რაღაცა საერთოდ ხო იცი როგორიც ყველაზე ესეთი ქაოსური პერიოდია და მახსოვს შევარდნელის დარბაზში დათო ქევხიშვილი მე ჩემი ეკიპ გიორგი და მე სიფცნელი ლექსოვინი ეს ამ 5 კაცი არავის არ უშვი დარბაზში მაინც ეხა ისა და ერთი ბიჭი ყავდა ახალგაზრდა ბიჭები რომელიც ეხმარებოდნენ და აი მაშინ პირველად ესე იგი ჩავკეტე ხელი ისა და სხვაზე რეგბისტებს გამოვართ იმიტომ რომ ის ტეიპი რომელიც ჰქონდა არ ყოფა მკერდის მინდოდა რაღაც ისეთი ჩაკეტვა დელტისებური კუნთის და ზემოთა და ტრაპეცია ყველაფერი რა და რეგბისტებს დაუნახე ეგა და დაურეკე რა ბიჭებს და მეთქი ესე და კიო კაცო და მომიტანის ის ყველაზე ისეთი ფართე რომელსაც ბარძაღზე ხუჭი რეგბისტები ცოტა უფრო ისეთები არიან ხო და ეს ვიხმარე პირველად და რომ ნახე ცოტა იქ სურათიც არის გადაღებული ფსიქოლოგიურ მომენტზე ქევხიშომა უსად გამოაჩინა ზვიადაურის მისი ნათლიის ის კიმანო რომლითაც ოლიმპიადა მოიგო მე ეს ხატი მომაქვს რომელიც მარტყოფიდან მიდიოდა და თბილისში ხონდა და შევიარე ვარჯიშზე რომელიც დაგვაქვს ოლიმპიადა რომელიც იცის ამან და ყველა მიცის და ძიგაროკანოს სურათი ეთქვი როგორც გიკიდიათ ეგ სახე შემოbrunებული და აუ მეთქი ჯადოსნური დღეა და ამის სახე და მაგარია რა აი მაშინ გაჩნდა 301 არაგველობას და პატრიოტიზმს აი სხვანაირი არის რა გლადიატორი ხო და ბიჭო რა და აი ეს ვარჯიში რო ჩაატარა მე ქევხავ კიდე რაღაცა დაამატარაზე იცი რომ ამ 20 დღის განმავლობაში ძიუდოისტვის სპეციფიურია კიმანო და ის ამიტომ კიმანოს ნაჭრის იმაზე ეკიდა ესე ხელით იჭერს რომ დატვირთო ხარზე არის აი თითები რომ აი ეგ მუდაუმშო თითები არ განაზებქოლდა განაზებულიყო იმისთვის თუმცა ოლიმპიადაზე მაინც დაჭერდა იქ რამდენჯერმე დახოვა ფინალზეც გამოდის მახსოვს
მანამდე კი უკეთე პრევენცია, მაგრამ მაინც შემაშებოდა რა და ესა და აი ერთი ვარჯიში იყო ეგა. გავფრინდით. ჩავედით ესა, მასე აღლუმზე მახსოვს ერთად ვიყავით და მაგის გამო გავედა იქ კიდე ცალკე ღეროდით ისა დროშა რაღაც სხვანაირი мотиваცია, მე უკვე ფიზიოს აპარატი ქონდა და ეს დღეები უკეთები წავით დარბოდა და კიდევ ერთი წელი ვივარჯიშეთ კოდოკანის დარბაზში. კოდოკანში იყო ვარჯიში და ბუდოკანში იყო ესა ოლიმპიადა ხო და აი ხო გეუბნები წინა დღესაც რომ გაუკეთე რომ ისე რომ გაიოდა დაწვა ვაი კიდე რაღაცა პატარა რიტუალები ქონდა მამა თუ თირემ დედას აი ესეთი ვიდაწვა დევიზი ქონდა და იქიდან გაიღვიძა და გამოვიდა და ახერხა ანუ აი წეგან რომ ახსენეთ ეს 5 მიმართულება რა აი ეს 5-ვე გაჯერებული აქვს ხო ამას აი 5-ვე ან არსებს შენგან ნახე მე დაუშვათ მე ლოთი ვარ მე ნარკომანი ვარ მე წავაგე მე რაღაცა ის მომივიდა ხო მე გავაკეთე მე არ უნდა დავუბრალო კობას ბრალი ჩემი ბრალი ანუ შენ თუ აღიარებ რომ ტრავმა შენია მეთქი იმას მე მართავ შენ ანუ ვერ ხალხი მე ხანდახან მე მეუბნება როგორ მართავ და ჭრელა და ეს ვიძახი რომ აღარ ამტკივა რა უნდა განეწყო აბა იტკივილი სადვი თავში შენ თუ ფსიქოლოგი არის მეცნება ტვინზე თუ ადამიანი ტვინს შეგიძლია რომ შენ ტვინზე იმოქმედო რომ განვეწყო ხასიათზე მოვიდე სიყვარულის ახსა შიში არ უნდა ქონდეს აი მაგალითად იაპონიაში თვეებით რო ვიყავი მახსოვს რომ ისა პირველი რაც მასწავლეს შიში არ უნდა დაბადო არასდროს მაგ დანებება არ უყვართ დააკვირდი აბა სხვა იაპონური ვარასება ბოროტები არიან კაცო იგოძილები იმიტომ ქვია გულწა და ამიტომ შიში არ უნდა დაბადო შენში მე აი წყალს დავლევ არ უნდა აი ყანწს დავლევ არ უნდა იყოს ეგ შიში აი მას პენას დავარტყამ ეგ არის იმ მომენტში აბა კითხე იმ ყველა სპორტსმენს ვინც შენთან შემდეგში მოვა რატო ააცილე პენალი რატო ვერ გეტყვის რომ ქონდა ესა თუ არ გითხრა ვერ გაიზრდება უნდა აღიარო ტკივა უნდა აღიარო შემეშა თუ შეცდომის გამოსწორება თუ არ იცი რა უნდა გამოვა თუ არ ვაღიარე რა შეცდომა მაგრამ როგორ გამოასწორი თუ ვერ მიხვდე ხომა დამთავრდა თუ ყოველთვის შენ მიზეს იტოვებ რომ სხვას დააბრალო შენგან არაფერი არ გამოვა აი თან ჩემი მოკლე ჭკუით რა დავინახე ბექაურში რომ აი იქიდან მერვეთ ფინალიდან ან საწყის ეტაპზე მერე უმატებს აი ნახევარფინალი და ფინალები უფრო მაგრა იჭირდავა უფრო ძლიერ მეტოკეებთან ვიდრე იქამდე რა რაღაცნაირი ეს არის ალბათ ფსიქოლოგიურად ძალიან იყენებს ნახე ჯერ მაშინ პატარა ეხა ეხა გუჯაჯა იჯდა ხო იქ ხო ანუ რაღაც მომენტში წნელი შეული ელაპაროს რაღაც მომენტში სანამ როცა მიდის არ ყველასგან ის ანუ აი მაურას იმ მაყურებლის იმასაც იღებს და ბევრი ყურია ხო ბევრი ყურია ხო აი ეგეთი რაღაც და თან პუბლიკაზეც ლამაზად კი და აი პუბლიკის იმას აურას იყენებს გამიგი კარგად ანუ ხო არის შეიძლება გისვე მაგრამ იმას სხვანაირად აღიქომს რა ესე იგი აი ვასები და იმიტომ იმაშვებია ზურა ეგ ნასავლია რაღაც ნამეცადინარია თუ დაიბადა ბუნებრიობა ხო შეიძლება ადამიანს ახლა მე ფსიქოლოგები ძალიან ბევრი სულ ამიყვანია განმანული განათლებით ფრანგული იაპონური მაგრამ ნუ იყო მომენტი რომ ვერ გადავლახე სიდნეის ოლიმპიადაზე ყავდა მე ისინი დამყავდა ფსიქოლოგი ოლიმპიადა ნინო სალუქაძე მოითხოვა რომ წავიყვანოთ და მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი 2000 წელს გეუნდები მეთქი ჩავსვა დელეგაციაში და საწყალი დაიღუპა ამირან გრიგოლოვი ერთ-ერთი უძლიერესი და საიდან მოვძებნე იცი ფეხბურთიდან ბიჭო მეთქი ყველაზე დიდი გამა ეხა ტრანსში მაჟო ყველაზე დიდი გამარჯვება მეთქი რა არის კარცეისთან მოგება ხო კარცეისთან ოდარი ახალკაც მეთქი ძალიან ისეთი კრეატიული აზრი და ხო არ ყავდა მეთქი ვინმე წაყვანილი მეთქი და ყავდა ეს კაცი აბა ეგ საერთოდ უცნობია აი არავინ არ მეძახი და აჰა მოვიდი ხო და მოვძებნე ამირან გრიგოლოვი პროფესორი და დიუსელდორფში ყავდა ეგ თვითონ იმებს არ უთქვიათ ხო ნუ ეგრეა იმიტომ რომ შეიძლება ყველასთან არ მუშაობდა იმ კონკრეტულ იმაზე ვისაც საჭირო იყო საინტერესოა ხო ფსიქოლოგია ეგ მამაოსავით არის რომ აღსარება ეგ ისეთი ის არის რომ ვერ ჩაეძიებ იმას რაც ეუბნეოდი კონკრეტულ ფეხბურთელს ხო არ ვიცი აი მაგას არ მაგრამ რო ყავდა ეგ უკვე ისა ფაქტია და კონკრეტული არ ამგონია მაგ შემთხვევაში ალბათ გუნდურია გუნდურთან ხო ყოველ შემთხვევაში მე ეს გავარკვიე მივედი
და სხვადასხვა არ ყოფილა მის ლექციებზე რა, სადაც ოლაქში იყო ხოლმე და სხვა მასწავლიდა და მივედი ესე და ესე მეთქი დელეგაციის თავი იქნება და მე კაცი გაგიჟდა რა გინდა ჩემგან ფეხი ზომა და ზომა მინდა ეკიპირება ჩავისვა როგორ სად მიყევა ავსტრალიაში და ნუ დაივიწყეთ ძალიან ცოტა დრო ქონდა ეს ფსიქოლოგიური პორტრეტი ანკეტები და რომ იქ სასწაულები მოხდა გააგიჟს კაცი ზოგიერთო სპორტსმენმა რა ფსიქოლოგია და არ დაიღალე ამდენს უგველაპარაკები კბილებიდან ოფლი არ გამოგინა ამიღებინეთი გამიშვი უკადო მაგრამ პრეცედენტი თვითონ რომ ყავდა იყო ეგა პირველივე ოლიმპიადაზე ის მაგრამ ნუ ზალუქაძის გარდა არავინ არ უსვენდა და კიდე რამდენიმე კაცის გარდა მაიგარი რატო მაგრამ მაი იმის მერე კიდე რომ ვაკვირდებოდი ჩართულობა ისა გუნდებთან იქ შეკრებაზე ბაკურიაში ყავდა ძალიან ბევრი ზოგი გულშემატკივრის დონეზე და დღესაც გვერდში გვიდგა და რა აი კურტანიძია უკლება ძალიან ბევრი ხალხი ესეთ ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც მართლა ფანები არიან გუნდები მაგრამ არის მაინც ფიქრობ რომ ის დღეა მნიშვნელოვანი ამიტომ დავაკვირდი რომ ამას ჩემი იმით რომ ცნელზეც უნდა იმუშაო ამიტომ დღეს თუ ვინმე სურვილი აქვს მე პირიქით ყველას მივესალმე მოდით ხალხო თქვენ პირიქით თქვენი გამოსება პრობლემა არ არის ოღონდ უნდა სხვანაირი მუშაობა უნდა ეს სპორტსმენი არ არის წამოწეს და იქ მაშინ რო არის ხოლმე კინოებში ფსიქოლოგი თერაპევტი და ვერა არა სხვანაირი მუშაობა უნდა აქ შენ უნდა გინდოდეს რომ შენი თავი დააჯერო და შენი თავი და შენი სიტყვები ჩაუყვანო იმაში რაც ჭირდება მარტო ბანალურად საქართველოს გიყურებს და ეგ იმან იცოდეთ იცის ყველაზე წუწუნა სპორტსმენი ვინ არის? აუ, ზუსტად ეგ უნდა მეკითხო. ყველაზე ისეთი რა, მოურჯულებელი სპორტსმენი. აი, მაგალითად ხარაბაძეს ვკითხეთ დინამოში და ნაკრებში და გვითხრა. არა, წუწუნა თუ აი ესეთი აი რაღაცა მაინც ტყივა არ ტყივა ეგა თუ შვილია რასაც გინდა გაუძლებს ისა. ცირეკიძე იყო ეგეთი ბიჭო. როგორ? აი ოლიმპიადაზე ცალფეხა მიჭიდა მოტოციკლეტზე გადმოვა და დაუმალეთ და გავიდა მოიგო და დღესაც საოპერაციო ფეხი და დარბის არ იკეთებს. არის ხალხი არ უთხარი ნუ. არა, არის ცოტა. არა, თვითონ იცოდა, მაგრამ არ გავიკეთებ. ეხლა ანუ თქვენ საპირისპირო ის დაასახელოთ. ხო და არა, წუწუნები არიან, ხო. ხო, ნუ ეგრე არიან ეხლა. გალი ესამალი და არ მიჯდა. არა, არის ეგეთი. ეგეთი იყო, ზედაური იყო ეგეთი, არ უყვარდა სწავლების ძალიან. ნუ მაშინ არ თქონდა. ეხლა არა, ეხლა არიან, შეიძლება შეუშვა და თელი მარკეტი წამოიღო კვები დანამატების. უფრო პროფესიონალი. თვითონ გახდე პროფესორები ეხლა. ნუ რა, ექი სამხედრო ექიმი იყავით. აი ცოტა ეგ მომენტებიც რომ მოუყვეთ აი თავიდან როგორ მოხდა აი ეს ლეიკოპლასტერი არ გქონდა და სად რა მქონდა. მე ხო გითხარი მაგას სუყვები ხოლმე ეხლა სამხედროში აი მე პლუს ისამაქრო ბიუჯეტი სადამ ეხლა დღეს არ აქვს პრობლემა პრეტენზია სპორტის სამინისტრო პირიქით ყველაფერს აკეთებენ და ისა და რაღაცა ბიუჯეტი რო არ მქონდა კიდევ კაი რომ ავერსი და ჯიპსი ჩემი ჯგუფელები არიან და პრესტიჟი იყო რომ ხელსარიყო არ გამიშვებდნენ და ეგრე გამატარეთ რაც შეიძლება და მაგრამ აი სპორტული ისა სულ ვიძახი რომ სიდნეიში რო ჩავედა ოპერა ვნახე და იქ რაღაცა ჰარბორი და რაღაცა მეთქი რა მაგარი ავსტრალია და ისა და არა თურმე ახლა უფრო მაგარი გაგბაში მელოდა გასახურებელ დარბაზში რომ დალია იაპონელმა რაღაცა უცბად დაიკლო წონა ვიღაცა რაღაც დალია ეგ სახე მიიღო ბიჭო რასასვამენ ხო ყრიდნენ ურნაში და დამლაგებელზე ადრეს მივბოდი იმ ურნასთან რატო ამ ხელა მოტოროლა მქონდა სურათს არიღე 2000 წელს შენც ეგ ტელეფონი გეკნებოდა არიღებდა არაფერი ეკრანი არ მქონდა ანტენი Sony Ericsson ხო და იქ Sony Ericsson ეგ იყო სულ რამდენიმე დასახედა ეს ტელეფონი არიღებდა გადამიღო რაღაც აი აწერია სარბიელი ხო რაღაცა ხო აწერია რაღაცა დიდებით ხო ვერ ვიღებდი ანუ უნდა ხელში ვიზუალურის უნდა ქონოდა კონტაქტი და ეს იაპონელი კორეელი ამერიკელი ჩაყლაპავი დალევი რაღაცა სხვა შეხვედრის პერიოდში დამოვა ვახ ისე აღდგენილა მეთქი რასასვამენ ბიჭო რა არის ხო სადღაც დამლაგებელი დადიოდა ვიღაცა და ვივარდებოდი ჩავყრიდი ხო და ხალხმა რო წამოიღო კენგურუს და კოალას ტყავები მე წამოიღე ნაგავი უდრო ვერ გადაუღე ხო ეს არა ყუთები ან თუ ავაძროვდი თორა და ისა და მაშინ გავიგე რა იყო გლუტამინი და რა იყო ამ ბეცია და რაღაცა და მე უთხარი ბიჭოს აბა ვის რა შეგიძლია შემოიტანე დენელა და ესე შემოვიდა და დღეს რა ვიცი ბიზნესმენები არიან და
არიცი რომ ექსკლუზივი გვეყოთის მაგაზე. ხო ესეთი ის იყო რა, ანუ არის ეგეთი მომენტი რომ მაგრამ მე სულ ვიძახი. ეხლა ხო აი ასოციაცია, ოლიმპიური გუნდი, არაოლიმპიური პარა. ჩვენ არ უნდა უგებდეთ არც იაპონელს, არც კორეელს. ლოგიკა, არც ამერიკა. აი ხა მოუგებთ ჩინეთს, პირველი შეხვედრა, ხო? მოდი მარტო ძიუდოზე. ძიუდოზე. ჩინეთს მოუგე, მე იტალიას მოუგე, მე იაპონიას მოუგე, მე კორეას. არ უნდა უგებდეთ. იმიტომ რომ ხალხს გონია რომ რაღაცა მაგარი მედიცინის ცენტრები გვაქვს, მაგარი ოლიმპიური ბაზები გვაქვს. არა, ხასიათი, მე მაგათო ჩამოდიან უცხოელები, არ მედიცინის ცენტრები რა ვანდა მაქვს, ეხა კი ეს ამერიკაში მომცა, იქ ტანვაჟის დარბაზში გადავედით. და რა ყო აპარატურა მაქვს, მაგრამ ეხა მე როგორიც მინდა იქ პატარა ბასეინი კიდე პირველი დახმარება. ნუ არ არის რა ეხა ისეთი როგორიც ამ მადლების რაოდენობის ქონე იმასა. ეხა უპირდებია პრემიერი რომ აი ავაშენებ და რაღაც მალე მინდა. რატომ მინდა მალე? იმიტომ რომ ამერიკაში ოლიმპიადა ხალხი კოსმოსში და ნასტაშში მზადდება. ანუ უფრო ბუნებრივი ნიჭით. ხო, ეგ არის საჭიროა. მიხვდი, იმიტომ რომ ხალხი რო ჩამოდის ეგ ეკლესიაში წავიყვანი, რესტორანში დავყავდისა და ბიჭო მედიცინის ცენტრი გონახი გავიგეთ ეს. ბიჭო ეკლესიაში ხომ მყავდი? რაგი მამა უნდა გულდა ეს ეგ რეალურად ეხა ნუ რა ის მოეწყება ეგრეა. ხო? არა, ეგეთი ეს კარგი ეს ხო და ეს ხალხი ამიტომ რას ლოგიკურად არ უნდა უგებდე. არ უნდა უგებდე ხალხს არ ყოველ რაიონში და სოფელში რაღაც სასწაული ისე კი შენ დარბაზი კი არ არის. ყვება დილაზე მახსოვს იაპონიაში შევიდოდით ხოლმე ხა იქ შეკრებაზე და ლიპომევნო ბიჭო მაგიჟებენო რა იყო მეთქი და შეხედეო იმას აწერია ებინიმა თებში ცელოფანზე ყველას ქონდა დათვლილი კალორიით რა უნდა ეჭება იმ დღეს. ყველას თავის ქონდა. ძიმეწოდა სალკეს ავი 60 კილო იცოდა იმ ამდენ წვავდა და მე მეც თხოვე რა მეთქი მოდი აი ლაქტატი რაღაცა ძიჟავ ოფლის გამო ღვინოები ცვლიდი რომ ის ინფორმაცია გამომეტყვი ან დავათრობდი ისე დონეზე რომ აი ეხლა გახსენით. არის ეხლა მე წიგნებით კი არ ურთიერთობით უფრო მეტი ვისწავლე. და მე ეხლა მინდა რომ ეს გადავწე ჩემ სტუდენტებს. კი მიდის ჩანხიშადება, მაგრამ აი უფრო მაგარი მინდა, მიხვდი რას, მე მინდა რომ აი მაგარი ბაზები იყოს, რომ ის სხვადასხვა სპორტული ტურიზმია, გააკეთე მაგას და აქეთ ჩამოგებდო, როცა იცი რომ სოფლიო ჩემპიონი გუნდი ყავს, იქ კვარაცხელია ყავს, იქ წყალბურთი ყავს, იქ ხელბურთი გავიდა, იქ კალათბურთი ყავს, რაგბი ყავს, ხო? ყველა ჩამოგივა, კაცო, გააკეთე და მაგას ყველას უნდა ქონდეს ისეთი რომ აი მართლა მაგარი თა ოაზისი და იმით, მაგრამ ნუ გასაგებია ხა ჯერჯერობით ნელა მივდივართ მაგამდე და იმედია რომ სურაბატო და ეხა რა გაქვთ დაგეგმილი? ესე იგი მინდა თხოვე უფროსწორი ჩოგბურთის ფედერაცია დევიზიტაცია აქვს თამაში ახალ ზელანდიასთან და ახალ ზელანდიას ეხა ორთაბძოლები არ ვარ გადაეხადა რეგბი თუ იქნება კი რაგბი კი ვიცი ხო და მან თხოვე და ეხა ვიზაზე შევიტანეთ და მინდა რომ მან წავიდე იმიტომ რომ ის ოკლენდშია და სადაც არის ეს მეჭდების ზანები და მართლა რაღაც სასწაულბუნება და თუმცა მაგათ ექიმებს ვიცნობი ძალოსნობის ექიმია ხშირად არის ხომ იქ ახალ ზელანდიელი და მაგი მინდა და რა ვიცი ხა ერთი 140 ქვეყანა აი ზუსტად მაგ 140 ქვეყანა ნანახი რა ჩემითაც შეჯიბრითაც იმით მაგრამ კიდევ იყო აი პირველი აი ფეხით რო ჩავედი მახსოვს ისრაელში ვიყავი და ტანკით გადამიყვანე ზიორდანი პეტრას ტაძარი. აი მე თან როგორ არის თუ კინოში თუ მაგ აი და ინდიანა ჯონსში არის ზუსტად ის ისა რა. წინასწარ ნახულობ რომ მაინც აი ნახო არაფერი გამომჩეს და ის ნუ სასწაული პეტრას ტაძარმა ანუ ინტერნეტში ათვალიერებთ რომ მე ის არ გამომჩეთ ადგილი ნახი მაგ აი რა რომაული არ დადეგები და ნახულობ რა არის ისეთი ღი სიტყვაზე რა და მე უკვე იმაშვები რა. მაგრამ ნუ ეხა რაც ხო არის ხა ხო ვიცი რამდენი პინები მაქვს ყველა ქვეყანაში 5 წელი მაკლია იმათი ზო პრეზიდენტს არ ხო ის პრეზიდენტს ხო და აფრიკის ქვეყნები დამრჩა უმეტესად და ეს რამდენიმე ანუ აზია მთლიანად ევროპა ყველა აზია ყველა ქვეყანა ყველა ლათინური ამერიკა აფრიკაში ყველაზე მაგარი ადგილი რომელი მომეწონა ტანზანია თვითონ კლიმანჯაროს იმაზე ვიყავი კენია ზანზიბარი ანუ რა არის იცი რომ გაჭირვების იმას აი ხა გვინეაში ვიყავი დანიშნული აფრიკის იმაზე მე ხო აფრიკაც ნიშნავს ხოლმე და როგორ ცხოვრობ აი რა ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ აი მაგას თქვა მინდა რა იმასთან შედარებით ეგეთი პერიოდი არც ქონია და არავის არ უსურვებ იმიტომ რომ აი ეს სახე 90-იანები არა რა 90-იანები არა აი არ ვიცი აი კინოებში როა ხოლმე შიმშილი და
უგეუნე მასე ერთი მარკეტი იყო, ნუ სასტუმროები არის, ხა ვიღაცას ინვესტიციაში ჩადებულია, კი ამერიკელებს იმას. და გადასვლა მიწევდა იმას და ეს ხო იდგა პატარა ბავშვები და ვითვლიდი რამდენი იდგა. არ მინდოდა ხა მაგა კარტისისა და შოკოლადებს ყიდულობდი და ესე სათითაოდ ვაძლევდი რომ ცოტა ხანი ესა და ეს კიდე მელოდებოდი რამდენ ხანში მოხვალა მეძახდი მეუთხარი მოსაწევად რო გამოდა ესე გამოვდი რამდენ ხანი ეს ყველა შევდივი. ეგივემა კამერუნში აი რო უკვე ხა ფეხბურთზე დავიწყე კამერუნი და იმაში ძალიან ბევრი ისეთი ქვეყნებია რომ მაგრამ აი ზღვის ამასაც აქვს სასტუმრო მაგარი მაგრამ აი სასტუმროს გარეთ მაგრამ ბელადი პრეზიდენტის პრემიერი ისინი კარგად ცხოვრობენ მოვიდნენ შეჯიბზე ისინი კარგად არა ისედაც სპორტი უყვართ მოვიდნენ აბა ჩაგვეხუტეთ აშტუში რაღაც არის მაგრამ მაგ ჩაი ხა მე ჩამოწერილი მაქვს ჩემთვის დამჩერთი ვარ მოგატ 20 ქვეყანა სულა ისიც აფრიკა უმეტესობა და აი იამაიკაში ვერ მოხვდი და კოსტა-რიკა და სუდანჩე კარიბი კოსტა-რიკა მაგრამ გამაგიო რომ კიერი ანრი და ტედირია ის გვადალუპე და მარტინკი და დომინიკის რესპუბლიკა ეგენი იქ სპეციალურად იმიტომ რომ ვიღაცასთან კავშირში მქონდა აი დაუშვათ ვინ არის დაბადებული ვინა და ესე ხდებოდა იქ ფრენდი მერკურის იმას ვეძებდი ზანზიბარში სპეციალურად რაღაცა მაგარი მუზეუმი იქნება მეთქი კოსტა-რიკა მაგიტომაც ანუ აი ფეხბურთშიც წარმატებული ერთი წილად იმიტომ ყოფილა რომ აი ძალიან ძლიერია ეკონომიკურად იმ ხრივ რა. არა, იგენი ქვეყნები. ეხლა წარმოიდგინე მე გრენადაში მომიწია გემით კრუიზი იყო რა და შევიდა მე არც ვიცოდი. გრენადა არის წარმოებელი მუსკატის კაკალის და დროშაზეც კი მუსკატი კაკალი ახატია. და არის მეთქი რაღაც ჩვეულებრივი მანუფაქტურულია ესეთი ზომის ქალები ზიან და არჩევენ და იმაშვებია. და ერთ-ერთი მაგით ცხოვრობს ქვეყანა. და ნუ ესეთი ჩვეულებრივი რაღაც კოტეჯური, ესეთი პატარ-პატარა ქოხები, ბანანის იმა და ყველა და თავარი რა არის? ბედნიერები არის. აი სამოაში, კონგაში, ფიჯიზე სპეციალურად დავანიშნე ერთხელ ანგაზე, ძალოსნობაზე თავი რომ წავსულიყავი იქ არა და ჭინჭარაული სურათს მიღებ და მახსოვს ისე სწრაფი მიქცევა იყო რომ გემები ხო იდგა და მეც და გემები გადავარდებოდნენ ესეთ გადავიახტებიდნენ და ის ანუ ხალხი იყო და რაღაცა ტაქსის ოკეი ფული ვაჩუკე და ამ ფულითო ეხა გოჩს ვიყიდიო გავსჯი ანუ ესეთი რაღაცებს მიყვებოდა სწავლის ფულს გადავიხდიო და მე გული გიყוდება რაღაცნაირად და აი ციან ცოდნა რო არა ეგაა ხო და მაგრამ აი ფიჯიში რაც ვნახე ერთი რომ აი ბურთი დააქვს ყველას რაგბის ბურთი იმიტომაც არის მოდი ხო მეტი პატარა ბავშვი მეტი არაფერია რა ანუ ძალოსნობის სოფლიო ჩემპიონატი ახალია და გვერდზე იყო თამაშები და ეს ახალი ზელანდიას მოვატონგა ეს შიდა ჩემპიონატი ამ ავსტრალია კონკაფის იმის რა ოკეანიის იმაში რა და მე სავსე სტადიონი აი შეერი ხალხი მაგრამ ერთ ვკითხე რატომ მოიყვანე მეთქი შვილი მეთქი ფეხშველა იყო თვითონაც ისე დაინახოსო რომ როგორი განსხვავება შიმშილსა და ვინც ფულს იშოვის მე ცხოვრება ხალხ შორის ზურა ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ, მადლობა. მაგარი იყო ძალიან. საუბრისთვის და კარგი ამბების მოყოლისთვის წარმატებებს გაიხარეთ და წარმატებებით თქვენს მაყურებელს.